როდესაც აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანზე შეტევა დაიწყეს, მათ წინ მხოლოდ ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ იდგა. თეირანს ასევე ჰქონდა საინტერესო კოზირი, ეგრეთ წოდებული მსოფლიო დონის საჰაერო თავდაცვის იარაღი, რომელიც პეკინის წყალობით მიეწოდა HQ-9B. HQ-9-ის გრძელდისტანციური საზენიტო სარაკეტო სისტემის ვარიანტი. სამწუხაროდ, ირანისთვისაც და ჩინეთისთვისაც ამ სისტემამ მოლოდინები ვერ გაამართლა. ის სრულიად განადგურდა ამერიკული საჰაერო დათმების სიმძიმისა და ინტენსივობის ქვეშ, რაც საბოლოოდ მხოლოდ ძვირადღირებულ და სამარცხვინო ჩავარდნად იქცა. რაც შეეხება ჩინეთს, ეს არ უნდა მომხდარიყო. HQ-9 ჩინეთის თავდაცვის სექტორის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროდუქტად ითვლება. ამ სისტემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო, ხოლო სრულმასშტაბიანი განვითარება მალევე 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ რამდენიმე მოდელი გამოვიდა, მათ შორის ორიგინალური HQ-9 და საზღვაო ვერსია HHQ-9. შედარებით გაუმჯობესებული HQ-9A, რომელიც 2001 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, და HQ-9B, რომელსაც გაზრდილი სიშორე და გაუმჯობესებული ტექნოლოგიები ჰქონდა. ჩინეთის გარდა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც დააბანდა და ამჟამად იყენებს HQ-9 სისტემებს, მათ შორის პაკისტანი, ეგვიპტე, აზერბაიჯანი და ირანი. და ადვილი გასაგებია, რატომ არის ამ სისტემით ასეთი დიდი ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან მთელ მსოფლიოში, რადგან ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ის თავიანთ საჰაერო თავდაცვის სექტორში მართლაც მსოფლიო დონის მიღწევა წარმოაჩინეს. მათ განაცხადეს, რომ ეს სისტემა ისეთივე სტანდარტით მუშაობს, როგორც რუსული S-300, რომელიც დიდი ხანია საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემების სიაშია. ოფიციალური პირები ასევე ამაყობდნენ იმით, რომ HQ-9 გარკვეულ ასპექტებში აშშ-ის Patriot სისტემასაც კი აღემატება, რომელიც ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემად ითვლება. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მის შთამბეჭდავ სიშორეზე, რადგან HQ-9B ვერსიას შეუძლია მიზნების განადგურება დაახლოებით 160 მილის, ანუ 260 კილომეტრის მანძილზე. ასევე ფაზირებული ანტენური წყობის რადარის სისტემაზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს ერთდროულად 100-მდე მიზნის თვალყურის დევნება და ერთდროულად 6-დან 8 მათგანზე შეტევა შეძლოს. HQ-9-ის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ვერტიკალური ცივი გაშვება და 360 გრადუსიანი ყოვლის მომცველი დაფარვა. და ამბობენ, რომ მისი რაკეტები აღწევენ სიჩქარეს Mach-4-ზე მეტს, ანუ საათში 3000 მილის ზევით, საბრძოლო თავებით, რომელთა წონა დაახლოებით 400 ფუნტია, ანუ 180 კილოგრამი. თეორიულად ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც იყენებს ასეთ სისტემას, ბევრად უნდა გაუადვილდეს საჰაერო სივრცის დაცვა და თავისი ყველაზე ღირებული რესურსებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, რაც გაანეიტრალებს მტრის თვითმფრინავების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების საფრთხესაც. ჩინეთს აშკარად სჯერა HQ-9-ის ეფექტურობის, რადგან მას იყენებს თავისი საზღვრებისა და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე სტრატეგიული ტერიტორიის დასაცავად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა პეკინი, ტიბეტი და სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მაგრამ ერთი რამეა, ტექნიკური მახასიათებლებით ტრაბახი და იმის მტკიცება, რომ შენი სისტემა მსოფლიოს საუკეთესოებს გაუწევს კონკურენციას. სრულიად სხვა რამეა, როდესაც მას რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდი. აი მაშინ გაიგებ, ღირდა თუ არა ეს აჟიოტაჟი და შეუძლია თუ არა იარაღს ან აღჭურვილობას თავისი პოტენციალის რეალიზება, თუ უბრალოდ ბევრი ხმაურია და ტრაბახი, რომელიც პირველივე საფრთხეზე მარცხისთვისაა განწირული. და ირანი დიდი მედებს ამხარებდა HQ-9-ზე, რომ ის შეძლებდა თავის დამკვიდრებას და თავის შესაძლებლობების დამტკიცებას, როცა ეს დრო დადგებოდა. ქვეყნის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ირანმა ამ სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობა 2025 წელს მიიღო. 12 დღიანი ომის შემდეგ თვეებში, რომლის დროსაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა მოულოდნელი დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს, მოკლეს მრავალი სამხედრო ლიდერი, ბირთვული მეცნიერი და პოლიტიკოსი, ასევე ირანის მშვიდობიანი მოქალაქეები. ორი კვირაზე ნაკლებ დროში, იმ ინტენსიური თავდასხმისგან აშკარად შეშფოთებულმა ირანმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვა, რათა მომზადებულიყო კიდევ ერთი ისრაელის ან ამერიკის თავდასხმისთვის. მან არა მხოლოდ შეიძინა რამდენიმე ჩინური HQ-9 სისტემა, რისთვისაც პეკინთან ნავთობი იარაღის გაცვლის შეთანხმება დადო, არამედ დაიწყო მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის ქსელის შექმნა მთელ თავის ტერიტორიაზე. ეს ქსელი შედგებოდა ადგილობრივად შექმნილი პლატფორმებისგან, როგორიცაა Bawar 363 და Khordad 15, ასევე იმპორტირებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, როგორიცაა რუსული Pantsir S1 და S300. ირანს ასევე ჰქონდა მრავალი მობილური თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეეძლო სწრაფად გადაადგილება სხვადასხვა ადგილას და სტრატეგიული პოზიციების დაკავება იქ, სადაც საჭირო იყო. ამდენად ძლიერი ტექნოლოგიით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვის ეს ქსელი შეიძლებოდა და ალბათ უნდა გაეხადა ირანის საჰაერო სივრცე თითქმის გაუვალი. ეს ეხმარებოდა ქვეყნის რეჟიმს დაეცვა მისი ყველაზე ღირებული და სტრატეგიული ადგილები, როგორიცაა თეირანში უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის კომპლექსი, ასევე სხვადასხვა ბირთვული ობიექტები, სამხედრო ბაზები და აეროდრომები.
და HQ-9 ალბათ უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ათეულობით ამერიკულ და ისრაელის თვითმფრინავსა და რაკეტას დააფიქსირებდა და თითოეულს სწრაფად და ეფექტურად გაანადგურებდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად 2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს შეტევა. ისრაელის F-15 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები ცაში აფრინდნენ და სპაროვის რაკეტები და სხვა ზუსტი საბრძოლო მასალა გაუშვეს მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის ალი ხამენეის რეზიდენციაზე, რის შედეგადაც უმაღლესი ლიდერი კონფლიქტის პირველ საათებში დაიღუპა. ისრაელმა ასევე წარმატებით გაანადგურა ირანის მრავალი სხვა მაღალჩინოსანი, მათ შორის ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდალი, ირანის თავდაცვის მინისტრი და ხამენეის რამდენიმე უახლოესი მრჩეველი. ამავე დროს აშშ-ის გამანადგურებლები და ბომბდამშენები ასევე შეიჭრნენ ირანის საჰაერო სივრცეში და რამდენიმე საათში ასობით ობიექტზე მიიტანეს იერიში. ირანის 31 პროვინციიდან 20 მეტში მდებარე ობიექტებმა სრულად იგრძნეს ამერიკული ბომბებისა და რაკეტების ძალა, ბაზები, კომპლექსები, ინფრასტრუქტურა და სამხედრო რესურსები, როგორიცაა რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ან მთლიანად განადგურდა, ან კი ნანგრევებად და დამწვარი ლითონის გროვებად იქცა. ყოველი გასული წუთის შემდეგ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდებოდა აფეთქებებსა და განადგურებაზე. ირანის რესურსები სისტემატურად ნადგურდებოდა, ერთის შემდეგ მეორე, ხოლო მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ასე ფრთხილად იყო აგებული და რომელიც უნდა დაეცვა ქვეყანა ასეთი ტიპის თავდასხმებისგან, საერთოდ არ ჩანდა. ირანის მეთაურებმა ეს ვერაფრით ივარაუდეს. მათ იცოდნენ, რომ ამერიკული და ისრაელის საჰაერო დათმების ინტენსივობის გამო გარდაუვალი იქნებოდა გარკვეული დანაკარგები, მაგრამ მაინც ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ საფასუხო დარტყმის მიყენებას და მოწინააღმდეგისთვის ზიანის მოყენებას და ამისთვის დიდი მედებს ამყარებდნენ HQ-9-ზე. საბოლოოდ ეს სისტემა უნდა ყოფილიყო უნარი, რომ 150 მილზე მეტი მანძილიდანვე აღმოეჩინა მოახლოებული საჰაერო საფრთხეები. მას უნდა შეძლებოდა ისრაელის თვითმფრინავებისა და ამერიკული რაკეტების დაფიქსირება. მათი მიზანში მოხვედრამდე რამდენიმე წუთით ადით ადრე, საკუთარი ჩამჭრელი რაკეტების სისწრაფითა და სიზუსტით გაშვება მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის გადარჩენა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვა. მისი ფაზირებული ანტენის რადარის სისტემა უნდა აძლევდეს საშუალებას ერთდროულად რამდენიმე ათეული მტრის ობიექტის დაფიქსირებას და თვალყურის დევნებაზე. მიწის ჟარებისა და სხვა სისტემებისთვის ფასდაუდებელი დაზორვის მიწოდებას, ირანისთვის საჭირო მონაცემების გადაცემას, რათა დაგეგმილიყო შემდეგი ნაბიჯები და განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი საფასუხო ზომები. მისი მაღალი სიჩქარის რაკეტები, რომლებიც მოძდრაობენ ბგერის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფად და აღჭურვილია თანამედროვე ნავიგაციისა და დამიზნების ტექნოლოგიებით. უნდა გამკლავებოდნენ მტრის შეტევების ჩაჭრას, ან ამერიკული თვითმფრინავების ციდან ჩამოგდებას განსაკუთრებული სირთულის გარეშე. ამის ნაცვლად HQ-9 თითქმის სრულიად გამოუსადეგარი გახდა ბრძოლის პირველივე წამებიდან. და ეს ყველაფერი გამოწვეულია ამ სისტემის ერთი უზარმაზარი სისუსტით, მისი მოწყვლადობით ელექტრონული ომის, EW-ის მიმართ. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს ცნობით, აშშ-მ გამოიყენა თავისი Boeing E-18G Growler-ის ელექტრონული ომის თვითმფრინავები, რათა დაებლოკა ირანის რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამით შეიქმნა უსაფრთხო ზონები და მარშრუტები გამანადგურებლებისა და ბომბდამშენებისთვის, რათა ისინი თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ სროლისა და განადგურების შიშის გარეშე. ბევრი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა შექმნილია და განვითარებულია ელექტრონული ომის გათვალისწინებით და აღჭურვილია საკუთარი ჭკვიანი საწინააღმდეგო ზომებით, რათა გაუმკლავდეს სიგნალის დაბლოკვას ან ჩარევას. თუმცა როგორც ჩანს, HQ-9 სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი უხილავი თავდასხმისთვის. გრაულერების ძლიერი ელექტრომაგნიტური ჩარევის პირობებში სისტემის კომუნიკაცია ჩაიშალა. მათ ვერ შეძლეს შეუფერხებლად დაკავშირებოდნენ სადლობის ცენტრებს, რის გამოც ერთდროულად ბრმები და მუნჯები გახდნენ წამში. ამის შემდეგ სისტემის ფართოდ რეკლამირებული ფაზური ანტენების რადარები ვერ მუშაობდნენ როგორც საჭირო იყო. ისინი ერთდროულად 100 სამიზნის თვალთვალს უნდა ახერხებდნენ, მაგრამ ერთის დაფიქსირებაც კი უჭირდათ. დახშობის სიგნალებმა მათი ეკრანებით სრულ სამიზნეებით გაავსო, მაშინ როცა ნამდვილი სამიზნეები F-35 ტიპის გამანადგურებლებისა და ტომაჰაუკის რაკეტების სახით შეუმჩნევლად გადიოდნენ. დაბრმავებული, პარალიზებული და უუნარო, ზუსტად ამოეცნო მტრის რომელიმე სამიზნე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე ცეცხლის გახსნაზე. HQ-9-ები გადაიქცა უბრალოდ ძალიან ძვირად ღირებულ, მაგრამ სრულიად არაეფექტურ ლითონის გროვებად, რომლებიც ამერიკული და ისრაელის ძალებისთვის მარტივი სამიზნეები გახდნენ. და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ სისტემებმა მოლოდინები ვერ გაამართლეს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მსგავსი კიდევ ბევრია. ასე რომ თუ The Military Shows-გან სარგებელს იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. ეხლა HQ-9-ის კატასტროფული მარცხი ირანში რეალურად მისი მეორე ხმაურიანი ჩავარდნა ამ დროისთვის. 2025 წლის მაისში პაკისტანმა ამ სისტემებიდან რამდენიმე განათავსა თავისი ბაზებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად სტრატეგიულ ადგილებში, როგორიცაა ქარაჩი და ინდოეთის ოპერაცია სინდორის შეტევების წინააღმდეგ.
პაკისტანელი მეთაურები იმედოვნებდნენ, რომ მაღალშეფასებული ჩინური HQ-9 საკმარისად გამძლე იქნებოდა ინდოეთის სარაკეტო შეტევებთან გასამკლავებლად. ისინი შეცდნენ. ისევე როგორც ისრაელმა და აშშ-ომ შეძლეს ირანის დაბომბვა მისი მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვის მიუხედავად, ინდოეთის სამხედროებმა მოახერხეს მრავალი ობიექტის დაბომბვა პაკისტანის სხვადასხვა რეგიონში და მტრის თავდაცვა შედარებით მარტივად გატეხეს. ინდოეთმა გონივრულად გამოიყენა ისრაელის ელექტრონული ომის ტექნოლოგიები პაკისტანის რადარებისა და კომუნიკაციების დასახშობად, რის შედეგადაც მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი, მათ შორის HQ-9, უსარგებლო გახდა. შემდეგ ინდოეთმა განახორციელა კამიკაძე დრონების შეტევებისა და ბრაჰმოსის ზებგერითი ფთოსანი რაკეტების დარტყმების კომბინაცია, რამაც მასშტაბური განადგურება გამოიწვია. თუ ჩინეთის განცხადებები HQ-9-ის შესახებ სიმართლე იყო, ეს ყველაფერი არ უნდა მომხდარიყო. HQ-9-ს არ უნდა გასჭირვებოდა შორიდან მომავალი საფრთხეების აღმოჩენა და თავისი მაღალი სიჩქარის რაკეტების გაშვება მათი გასასანადგურებლად. ამის ნაცვლად ეკრანები სავსე იყო ხმაურით, რადარები დაბრმავდა და რაკეტები ვერ გაეშვა, რადგან რეალური სამიზნეები არ ჩანდა. ამ ინციდენტის შემდეგ ჩინური სისტემების დამცველებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს ოპერატორის შეცდომის შედეგი იყო, ან იმის გამო, რომ HQ-9 გაურკვეველ გარემოში იყო განთავსებული, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა იმ ადგილისგან, სადაც მისი გამოყენება ჩინეთში იყო განზრახული. ახლა კი HQ-9-მა არაერთხელ, არამედ ორჯერ ვერ იმუშავა, ორ სრულიად განსხვავებულ ადგილას და ორ სრულიად განსხვავებულ მტრის ძალასთან. ეს უბრალოდ ვერ გამართლდება, ან უიღბლო ინციდენტად ვერ ჩაითვლება. ცხადია, რომ ეს საჰაერო თავდაცვები, მიუხედავად მთელი ხმაურისა და ქედმაღალი კომენტარებისა, რომლებიც მათ შთამბეჭდავად წარმოაჩენდნენ, უბრალოდ არ არის მიზნისთვის შესაფერისი. და ამის ნაწილი გამოცდილებაზე მოდის. მსოფლიოს საუკეთესო საჰაერო თავდაცვითი სისტემებია ისინი, რომლებმაც რეალურ საბრძოლო პირობებში არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ეფექტურობა. ისრაელის რკინის გუმბათი მაგალითად, წლების განმავლობაში სხვადასხვა მტრული ძალის მრავალი შეტევა მოიგერია. დაიცვა მილიონობით ადამიანი, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა იერუსალიმი და თელ-ავივი და აღკვეთა უზარმაზარი ზიანი და განადგურება. აშშ-ის პატრიოტის სისტემაც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა. მან ნამდვილი ცეცხლოვანი გამოცდა გაიარა 1990-იანი წლების დასაწყისში, სპარსეთის ყურის ომის დროს. შემდეგ კი ფართოდ გამოიყენებოდა აშშ-ის მიერ ერახში შეჭრისას 2000-იან წლებში და სხვა მრავალ კონფლიქტში. ის ასევე გამოიყენეს რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც უკრაინას დაეხმარა თავისი ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სამხედრო ობიექტების დაცვაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან. იმის გამო, რომ ეს სისტემები ასე ფართოდ გამოიყენებოდა და დიდი გამოცდილება აქვთ, არსებობს საბრძოლო მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც ოპერატორები იყენებენ მომავალი სტრატეგიების დასაგეგმად და ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან კიდევ უფრო მეტი სარგებლის მისაღებად. ეს თავის მხრივ საშუალებას აძლევს ისეთ სისტემებს, როგორიცაა პატრიოტი და რკინის გუმბათი, ფაქტობრივად განვითარდნენ დროთა განმავლობაში, გახდნენ უფრო ძლიერი, ჭკვიანი და ეფექტური. HQ-9-მა მკვეთრი კონტრასტით საჰაერო თავდაცვის არენაზე გამოჩნდა ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოცდილების გარეშე, გარდა ჩინეთის ტაკლამაკანის უდაბნოში არსებულ მკაცრად კონტროლირებად სატესტო პოლიგონებისა. იქ შესაძლოა მან დაამტკიცა, რომ შეუძლია გაანადგუროს ნელა მოძრავი დრონები, რომლებიც წინასწარ დაპროგრამებულ ტრაექტორიებზე დაფრინავენ. მაგრამ ეს უბრალოდ არ არის იგივე, რაც რეალურ კონფლიქტში მონაწილეობა, სადაც მტერს შეუძლია შენს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის იარაღის მთელი სპექტრი გამოიყენოს. რაკეტებითა და დრონებით, რომლებიც ყველა მიმართულებიდან მოდიან, და უახლესი ელექტრონული ომის სისტემებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შენი შეტევითი შესაძლებლობები გაანეიტრალონ. პაკისტანისა და ირანის ბრძოლის ველებზე ნამდვილი სიცხისა და ინტენსივობის პირობებში HQ-9-მა თავისი სისუსტე გამოავლინა. ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზი უნდა იყოს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებმაც ბოლო წლებში ჩინურ სამხედრო ტექნიკაში დააბანდეს. და ასეთი ქვეყნები ბევრია. მართლა, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ბოლო მონაცემები, რომელიც კონფლიქტებისა და სამხედრო ხარჯების კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, აჩვენებს, რომ ჩინეთი მსოფლიოში იარაღის ექსპორტის დაახლოებით 6%-ზეა პასუხისმგებელი. რუკები აჩვენებს, რომ ბოლო დროს ამდენიმე კონტინენტზე ათეულობით ქვეყანამ სხვადასხვა რაოდენობის ჩინური იარაღი და თავდაცვითი სისტემა შეიძინა. ეს მოიცავს თითქმის მთელ აფრიკას, აგრეთვე აზიის დიდ ნაწილს და რამდენიმე ქვეყანას ევროპასა და ამერიკებშიც. ზოგი ქვეყანა თითქმის მთლიანად ჩინეთზეა დამოკიდებული თავდაცვის კუთხით. მაგალითად, პაკისტანი პეკინის საუკეთესო კლიენტია და 2020-დან 2024 წლამდე ჩინური იარაღის ექსპორტის 63% შეადგენს. სხვა ქვეყნებმა აზიაში მიანმარიდან და ბანგლადეშიდან დაწყებული, აფრიკაში ნიგერიასა და ალჟირამდე, ასევე შეიძინეს დიდი რაოდენობით ჩინური დრონები, ტანკები, თვითმფრინავები, ჯავშან ტექნიკა, რაკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი. ამ ქვეყნების ბევრისთვის, რომლებსაც არ აქვთ ისეთი დიდი სამხედრო ბიუჯეტები, როგორც დასავლეთის ქვეყნებს, მაგალითად შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და გერმანიას, ჩინეთიდან შეიარაღების შეძენა საკმაოდ გონივრულია. ჩინური სისტემები, როგორც წესი, ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ამერიკული, ევროპული ან რუსული ანალოგები და ჩინეთი კარგად ახერხებს თავისი ინოვაციების რეკლამირებას ხმამაღალი განცხადებებითა და შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლებით.
მაგრამ როდესაც ისინი უყურებენ და ხედავენ, როგორ ვერ ასრულებს ჩინეთის HQ-9 სისტემები მოლოდინებს, ჯერ პაკისტანში, შემდეგ ირანში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც გამოცდილი დასავლური ალტერნატივების ნაცვლად უფრო იაფი ჩინური აღჭურვილობა აირჩიეს, შესაძლოა ახლა დაიწყონ თავიანთი არჩევანის დანანება. ბევრი ალბათ სწორედ ეხლა აცნობიერებს, რამდენად ხარვეზიანი, გაუმართავი და არაეფექტურია ეს აღჭურვილობა სინამდვილეში. ეს კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგმა უახლოეს მომავალში ჩინური იარაღის სისტემების დამატებით იმპორტზე უარი თქვას და საკუთარი თავდათვის გასაძლიერებლად სხვა ქვეყნებს, მაგალითად რუსეთს ან ევროკავშირის ქვეყნებს მიმართოს. ეს ცუდი ამბავია ჩინეთისთვის და ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც პეკინს ამ ამბავმა უნდა აღელვოს. აზიის გიგანტმა ბოლო წლებში დიდი ყურადღება გაამახვილა სამხედრო სფეროში მასშტაბურ ინვესტიციებზე და იარაღისა და თავდაცვითი სისტემების ადგილობრივ წარმოებაზე, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირა სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულება. მან არაერთხელ წარმოაჩინა თავისი უახლესი რაკეტები და სხვა სამხედრო ინოვაციები გრანდიოზულ აღლუმებსა და თავდაცვის ღონისძიებებზე. ის ამაყად აჩვენებს თავის ტექნოლოგიებს, რათა შეაშინოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მომავალში გაბედავს მის წინააღმდეგ წასვლას, მაგალითად შეერთებული შტატები. მაგრამ იარაღის სისტემების დემონსტრირებას დიდი აზრი არ აქვს, თუ ისინი რეალურ საბრძოლო პირობებში სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება, როგორც HQ-9. მართლა, ესეთი ხმაურიანი მარცხები ჩინეთის რეპუტაციას როგორც თავდაცვის მსოფლიო ლიდერისას არ აძლიერებს, არამედ ანგრევს მას. მოულოდნელად ჩინეთის სამხედრო ძალა აღარ ჩანს ისეთი საშიში ან შთამბეჭდავი, როგორც ასე გამალებით ცდილობდა გამოჩენას. ამის ნაცვლად მისი ნაკლოვანებები ყველასთვის აშკარა ხდება. ნაკლოვანებები, როგორიცაა დაუდევარი აწყობა, დაბალხარისხიანი ელექტრონული კომპონენტები, გადამღერებული დიზაინები და ფრაგმენტული ნახაზები, რომლებიც შეიძლება ქაღალდზე კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურ შედეგს ვერ იძლევა იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე. თანამედროვე ომი მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, სისტემების შეუფერხებელ ინტეგრაციას და ისეთივე განვითარებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა აპარატურა. იარაღის სისტემებს არა მხოლოდ ძლიერი დარტყმის და უზარმაზარი ასაფეთქებელი მუხტის გასრასროლის შესაძლებლობა უნდა კონდეთ, არამედ ასევე უნდა გაუძლონ მსოფლიოში გავრცელებულ მაღალ დონეზე ელექტრონული ომის ტაქტიკებს. სამწუხაროდ პეკინისთვის როგორც ჩანს, ის იარაღის სისტემები, რომელზეც ისინი მუშაობდნენ, უბრალოდ არ არის გათვლილი ასეთი ტიპის ბრძოლისთვის. ბევრი თვალსაზრისით რუსეთის მსგავსად ჩანს, რომ ის ჩამორჩება, მიყვება მოძველებულ ფილოსოფიებს და იმოძრავებს სასოწარკვეთილი სურვილით, მუდმივად შექმნას იარაღი, რომელიც უფრო დიდი, ძლიერი და სწრაფია, ვიდრე მანამდე არსებულები. მაგრამ უარს ამბობს ჩადოს საჭირო ტექნიკური სამუშაო, რათა ასეთი ტიპის იარაღი რეალურად გამოსადეგი გახდეს დღევანდელი კონფლიქტებისთვის. რადგან სიმართლე ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სწრაფად შეუძლია რაკეტას ფრენა, თუ ის ვერ ახერხებს მტრის თავდაცვითი სისტემების საიმედო დაცილებას. ასევე მნიშვნელობა არ აქვს, რა მანძილზე მოქმედებს საჰაერო თავდაცვის სისტემა, ან რამდენ სამიზნეს შეუძლია ერთდროულად დააკვირდეს, თუ მას არ აქვს მსოფლიო დონის ელექტრონული ბრძოლისგან თავდაცვის საშუალებები და სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები, რომ დაიცვას თავი, როცა ისეთი თვითმფრინავები, როგორიცაა გროულერი, მის მოქმედების არეში მოხდებიან. აი რატო არის HQ-9-ის წარუმატებლობები ასეთი მნიშვნელოვანი? საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ მათ ამერიკულ და ისრაელის რაკეტებს საშუალება მისცეს ირანული ობიექტები დაერტყათ. ქვეყნის რეჟიმისთვის თავი მოეკვეთათ და მისი თავდაცვის დიდი ნაწილი გაენადგურებინათ. ეს ასევე ეხება იმას, რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის მომავალში. ქვეყნის სანდოობა, როგორც იარაღის ექსპორტიორის, სერიოზულად დაზარალდა. წლების განმავლობაში მყიდველები ამ შემთხვევას გაიხსენებენ და ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ ჩინურ ტექნიკაში ინვესტიციას განახორციელებენ. მოკავშირეები ნაკლებად დაიჯერებენ პეკინის პროპაგანდისტულ მანქანას და ნაკლებად ენდობიან აბსურდულ განცხადებებს უახლესი რაკეტების სისტემებისა და თავდაცვითი საშუალებების შესახებ. ჩინეთშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ღიად არ აღიარებენ, ქვეყნის სარდლები ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მიხვდებიან, რომ ეს სისტემები სინამდვილეში იმდენად ძლიერი არ არის, როგორც აცხადებდნენ. ეს კი თავის მხრივ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ნებისმიერი მომავალი სამხედრო ოპერაციის, მაგალითად ტაივანის შესაძლო დაკავების, გაცილებით უფრო სახიფათოს და რისკიანს გახდის. ჩინეთის სამხედრო დომინირების მითი დაიმსხვრა და აქედან უკან დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი. ჩინეთისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ირანის ომმა ნათლად აჩვენა, რამდენად ძლიერი და განვითარებულია ამერიკის სამხედრო ძალა. ამ ყველაფერს დეტალურად შეიტყობთ ამ ვიდეოში, სადაც განიხილება თუ როგორ გამოიყენა შეერთებული შტატების კოსმოსურმა ძალებმა მომავლის სატელიტური ტექნოლოგია, რათა ომი სრულიად ახალ დონეზე აეყვანათ. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა მეტი გაიგოთ სხვა მოწინავე აქამდე უნახავი ამერიკული იარაღების შესახებ, რომლებიც ირანში ეფექტურად გამოიყენეს. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ იყოთ ინფორმირებული ამ კონფლიქტისა და მსოფლიოს სხვა კონფლიქტების უახლესი სიახლეების შესახებ.